ძალიან მაგარი მოგოქეს USA to Georgia საბერძნეთთან დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. და ცირე ავიაციის და მიკრო ავიაციის მოყოლობა ვილაპარაკო დრონებზე. ბატონი დავით ნაკაშიძე, ჩემი ძმა და მეგობარი. კომუნიკაცია ქონდა და აქვე კოლაბორაცია, თანამშრომლობა. მოკლედ რა ხდება, ახ აბა ვილაპარაკო ძმაო. დღეს ბატონებო გვაქვს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების გამოშვების ცერემონია. მაინც ეგ რას ნიშნავს სტუდენტების? თვითონ უნივერსიტეტმა დააფინანსა, აი ეს თუ რა? უნივერსიტეტმა დააფინანსა, ანუ მემორანდუმი გავაფორმეთ და ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ჯგუფი საპილოტო პროექტი ასე დავარქვათ. ბიჭებმა და გოგოებმა გაიარეს პილოტირების კურსი. შემდეგ ეტაპზე უკვე პილოტირებაც იქნება და ტექნიკოსის კურსის. მიზანი რა არის? აი უნივერსიტეტს რა შეაინტერესებს, რომ თქვა სტუდენტებმა იცოდე. რა შეაინტერესებს და ეს არის მომავალი რა. არა, ეგ ხო, მაგრამ თვითონ უნივერსიტეტმა აი მე ვარ სტუდენტი. ხო. სწავლობ არ ვიცი, სამართალს ვსწავლობ. უნივერსიტეტის დანიშნულება რა არის? რომ ხალხს გაუფართოვოს სინათლე შეიტანოს მას. კი ბატონო, სინათლე და ეს ტექნოლოგია უკვე დღევანდელი და შეიძლება ითქვას გუშინდელი არის. ასე ვთქვათ, უნივერსიტეტმა თუ არ დაანახა, რომ ასეთი ტექნოლოგიებიც არსებობს და დრონით ვერავის გააკვირდება, დრონი რას აკეთებს, მაგაში ასე ვთქვათ, ფანტაზია და კრეატივი ახლა პოპულარული სიტყვაა, რომ ჩართო მაგაში. მაგრამ გონი უფრო სკოლებში რომ დაინერგოს და სკოლიდან დაიწყოს, უფრო არ არის. კი ბატონო, და თელავში მაგალითად ერთ-ერთ კერძო სკოლაში უკვე გვაქვს სამშობლობა და ოქტომბრიდან ვიწყებთ ბავშვებთან მივესალმები თელავებს. აი ჩვენი თელავი და ჯიტასთან ერთად გვაქვს ასევე პროექტი, ჩვენ ვაპირებთ მე და ბატონი ნოდარი ვივლით რეგიონებში, ანუ საუბარი არის ზუგდიდი, ბათუმი, კასპი და ქუთაისის რეგიონებზე, რომ იქ ჩავალთ ხოლმე და ჯგუფი შეიკრიბება. კლასები შეუქმნა და მე ვიღაცა დაატრენინგა. ჯიტასთან თანამშრომლობით კლასებს ისინი შექმნიან, ჩვენ მოვალთ, ჩავატარებთ ლექციებს, ჩვენს დავეხმარებთ ახლა ეკიპირებაში და რაღაცებს, ბევრ რაღაცას ჩვენ სასწავლიღებთ, მაგრამ ასე ვთქვათ, თანამშრომლობაც ეგ არის რა. არა, ხო, ვიღაცა სპეციალისტი უნდა იყოს, ხო, კლასებიდან. ადგილზეც ბაზაც უნდა იყოს, ხო, ახლა